ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა გია ჯაჯანიძის ჭრელი პარასკევი. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელე მაყურებელო. მოკლედ დღეს არის პარასკევი და მე ისევ ჩვეულ ფორმაში ვარ. ბედნიერი, სიხარულით სავსე და თან ისეთი კარგი სტუმრები უნდა გაგაცნოთ, ვერ წარმოიდგენთ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ფიქრობენ იმაზე, ვის რა არგონ და დაკავებულები არიან სიკეთით. თან ძალიან მახარებს, რომ ეს ორი ადამიანი არის შეყვარებული. და მიხარია, ოღონდ ერთს ჩემს რჩევას მოგცემთ. თუ თქვენ და ალბათ დაქორწინდებით, პირველი თქვით ხოლმე, ეს ვინ არის შენი? შეყვარებული. ცოლიც რო გახდება, მაინც ქმარიც რო გახდება, იმიტომ რომ ერთმა მოხუცმა ადამიანმა გამაცნო თავისი მოხუცი მეუღლე და მითხრა რომ ესო ჩემი შეყვარებულიო და თურმე სულ ესე ეძახდა და ისე იმიტომ რომ სულ შეყვარებულია. ესე უნდა წარვადგინო, ჯერ უნდა წარგადგინოთ. ხატია მიქავა, მასწავლებელი, ტრენერი და სოსო კარტოზია ინჟინერი, პროექტების მმართველი. სოსო კარტოზია იშვიათად მხდება ხოლმე ეს გვარი. ერთი ვისაც ვიცნობ, ეს არის მერიკო კარტოზია, რომელიც არის ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი და უსაყვარლესი ადამიანი. და მიხარია რომ ასე გაგიცანით და მოდი დავიწყოთ აი ჩემი უსაყვარლესი კითხვა. რამდენი წლის იყავით რომ გაიცანით ერთმანეთი? მე 28. კარგად მოზრდილი ყოფილი. ახალი დაწყებული გვაქვს არც ისე დიდი ხნის წინ ურთიერთობა. მართლა? თქვენ რამდენი ხართ? 31. დიდი ხართ. არა უშავს. ეგ ცოტათი მოსულა. ერთი რამე მინდა გკითხოთ. აი სუბთა ფსიქოლოგიური და აი ინტუიტიური. ნახეთ, რომ პირველად რო გაიცანი, ხელი ჩამოართვი თუ სად ნახე? პირველად ჯერ ონლაინ გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ უკვე ერთი კვირის შემდეგ შევხვდით და აი მე არ მახსოვს, არ ხელი არ ჩამოვართვი, გადავეხვიეთ, იმიტომ რომ უკვე იმდენად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს ერთი კვირის განმავლობაში, უკვე მეგონა რომ ძალიან ბევრი წლის ნაცნობა გვაკავშირებთ ასე. ძალიან ძლიერი მენტალური კავშირი ვიგრძენით დანახვისთანავე, იმიტომ რომ ამ ვირტუალურ სამყაროში ამდენი საუბრის შემდეგ იმის გამო რომ სასულასაკს შევხვდით და საკუთარ თავს კარგად ვიცნობთ ორივე, აქედან გამომდინარე ძალიან კარგად ვერ ყვევით უკვე ადამიანებში და აი მოკლე პერიოდის განმავლობაში კი შეხვედრისთანავე უკვე ხოდა ყვავილებით დამხვდა პირველ შეხვედრაზე ოცებ ხო? დრო აი სულ სხვანაირად მიდიოდა. როგორი ყვავილები იყო, ისეთი რომ მოგეწონათ თუ? სხვათა შორის ძალიან კარგი ისტორია აქვს მაგ ყვავილებს, ძალიან მონდომებით ქონდა შერჩეული ქოთნის ყვავილი, რაღაცა სიყვარულის, რაღაცა ჩემი ძაღლისთვის ქონდა სხვათა შორის ძაღლი, რომელიც თქვენგან ყავს საჩუქრად. ყველაფრისთვის იყო მომზადებული და ესე რომ ჩამოვედი ქვემოთ, ესე დამხვდა ამდენი საჩუქრის და მე წავედით რაღაცა სურპრიზი მომეწყო, მოკლედ ყველაფერი ქონდა დაგეგმილი ძალიან კარგად. ზუსტად ისე როგორც გამიხარდებოდა. მოდი, ეხლა მთავარი მითხარით, ის საოცრება, რაც ღვთისგან ბოძებულია, აი ეს კავშირი, მენტალური გასაგებია, მაგრამ აი ქიმია რა დროს მოხდა? იცი, ქიმია სხვა შორის საუბრის დროს, ანუ რადგან ორივეს ლაპარაკით გვიყვარს, ორივეს ყურებით გვიყვარს, იმის გამო რომ ანუ დაახლოებით რაც საუბარი დავიწყეთ ერთი კვირის შემდეგ შევხვდით, მე ვგრძნობდი უკვე ამ საუბრის განმავლობაში, რომ ეს ქიმია კი უკვე წარმოშობილი იყო და აი მინდებოდა რომ უკვე მეთქვა როგორ მიყვარს. ხო. და ჩემთვის ეს ისტორია ცოტა პირიქით მოხდა, იმიტომ რომ რაღაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მეგონა რომ ანუ ჯერ ადამიანი უნდა ნახო, შორიდან შეიძლება ხო, ანუ რაღაც ერთ ადგილას აღმოჩნდეთ და შემდეგ უკვე გაისაუბროთ. ჩვენ შემთხვევაში რადგან ეს პირიქით მოხდა,
აღმოჩნდა რომ თურმე ესეც შეიძლება და მართლა ეს მთელი ბუკეტი ემოციების რაც ამას მოყვა ძალიან სასწაული იყო ყველაფერი ერთდროულად ანუ მართლა ეს ურთიერთობა ეს საუბარი ეს შეხვედრა იქ საერთო ინტერესების აღმოჩენა და ამ ყველაფერზე საუბარი და ერთად გაკეთება იმხელა ენერგიას გვაძლევს ორივეს და ეგრეს აღმოჩნდა რომ თურმე იმდენად ვიმუხტებით ამ სიყვარულით ამ ერთად ყოფნით და ერთად ყოფნის დროს გგონია რომ თებს გადავდგამთ რომ ნებისმიერ საქმეს უთხრა ერთ-ერთმანეთს რომ აი რას უნდა მოვკიდოთ ხელი რომ ჩვენ ეს ვერ გავაკეთოთ თქვენი გასაგებია თქვენი ქიმია ჩემი ქიმიაც ესე მე ზოგადად ცოტა ის ვიძახდი რომ მეთქი ძალიან მაღალი სტანდარტები ხო არ მაქვს იმიტომ რომ რაღაცები არ მომწონა და აი სოსოს როგორც კი გადავეკვეთე იმ წუთასვე მივხვდი რომ რაღაცა მოდი ეს ადამიანი ოღონდ თან ფიქრობდი რომ მოდი არ გამოვიდან წინასწარ დასკვნობს რაღაცა ერთი დღე გავიდა ორი და სამი დღე რომ გამიძლო მიმოწერაში მაშინ მივხვდი რომ სამი დღე რომ გაკაჩა მე უკვე ვიცოდი არა ეს არ მიყვარს რაღაცა ტესტები შეტყობა ეს ხო მაგრამ ხო ამოწმებდი იქნებ ვინ იქნებ მანიაკია არა რაღაცა ვიცი კარგად ეცნობა ადამიანებს და ვიცოდი რომ არ იყო მანიაკი ეგ ზუსტად ვიცოდი ეს როგორ დაემთხვა რა საოცარია რაღაცა ძალიან დაემთხვა არა დაემთხვა რა იცი ნუ ფიზიკურადაც მოგეწონა რა თქმა უნდა ესე იგი მენტალურად ფიზიკურად ყველაფერი ესე აეწყო სხვათა შორის რომელი დღე და რომელი საათი იყო პირველი კონტაქტი ეს უნდა დაიმახსოვროთ და მე აქედან ასტროლოგიურად მე გამოგიანგარიშებთ როგორ უნდა ააწყოთ დიდი მომავალი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მადამდე შეყვარებული ყავდა კი რატო ორივეს ყავდა და ესეთი გამოცდილები დაცილდით ერთმანეთის გამო დაცილდით თუ არა რა თქმა უნდა დაცილებულები იყავით დღევანდელი გადმოსახედიდან ანუ ნათლად შემიძლია ვთქვა რომ მართლა ეგრე მგონია ყველაფერი რაც ცხოვრებაში გადამხდა იმ მომენტისთვის იყო რომ აქამდე მოსულიყავით ის ურთიერთობა რაშიც ვიყავი წლების განმავლობაში ანუ დაიწყო და დამთავრდა შემდეგ აღმოჩნდი ამ ურთიერთობაში რომელშიც ჩემთავს უფრო უკეთ ვიცნობ უფრო უკეთ ვერკვევი სხვებში და ვიცი აი ხათიას სტანდარტებზე საუბრობდა და ზუსტად ვეთახვევი მაგაშიც რომ ის მომენტები ის საუბრების ეტაპები ბევრად მალე გადავლახეთ რაც პირველი რა თქმა უნდა ჭირდებათ ხოლმე ამიტომ უკვე რაღაც გაცნობიდან ერთისთვის თავზე გვეგონა რომ ნახევარი წელი ერთმანეთს ვიცნობთ და ასე რომ აი ძალიან სწრაფად განვითარდა შემდეგ ყველაფერი კიდე მთავარი ოჯახები ეხლა იციან თუ ჯერ და რას ამბობენ კი ხათია ჩემებთან იყო რა თქოს მოხიბლულები არიან ძალიან მისი ხარტი გონებით მისი აზროვნებით, მისი საუბარით, იმიტომ რომ ხატიას ეგ აქვს, რომ ნებისმიერ ოთახშიც არ უნდა შევიდეს, როგორც კი ხმას ამოიღებს, უკვე მთელი ყურადღება მისკენ არის. მაქებს ხოლმე სულ. და გიხარ. ამიც ვაქებს, სულ ვაქებთ ხოლმე ერთმანეთს. აი ახლა კიდე მთავარი ჭუბი. თუ კამათობთ ხოლმე, აი ვიცი, აი რას კამათობთ. ხო, კამათი ყოფილა, მაგრამ ჭუბს არც ერთს არ დავარქვევთ, იმიტომ რომ კონფლიქტი არის ხოლმე უბრალოდ იმ ნიადაგზე, რომ რაღაც საკითხს უყურებს სხვადასხვანაირად. ჩვენი ხასიათებიდან გამომდინარე, ყოველთვის ეს კონფლიქტი მეორე დღეს არ გადაზრდილა, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს ამ ნათქვამი მაქვს კიდევაც პირდაპირ, რომ ხატიას არ უყვარს კითხვის ნიშნების დატოვება. ანუ თუ კონფლიქტი წარმოიშვა, ხო, ეს იქვე უნდა მოგვარდეს. ძირითადად თემა რა არის? თემა. ძირითადად ბეტყვი. რა ვაი ხომ თხილად აბა არა ჩემი გადაცემა არის ღია თავისუფალი ამოდი მითხარით მომისმენიან გეტყვი ახლა სანამ იტყვის იმდენად ჭკვიანია ისეთი რამე რო იყოს არ იტყვის ამიტომ შეიძლება აი მელოდებით ხო არა მას მე ვიტყვი და თუ დამეთანხმები მაშინ არა ნახე არა იმაი გაგელოდები მაშინ მითხარი კარგი კონფლიქტის მიზეზი რაღაცნაირად ისე ხდება რომ 3 დღის მერე აღარ გვახსოვს აი მართლა ხო ეგრეა აი მართლა გავა მეორე დღე მესამე დღე და
მთელი ის ნეგატივი, რადგან იქვე დავტოვეთ, მთელი ის გაუგებრობა. რაზია ხოლმე, რაზე? აი მე ვიტყვი, ხ გამახსენდა. არ იტყვი, ის იტყვის. ოკეი, კაი, ველოდები. კარგი, მაგრამ მჭირდება ხო? იხსენებ, დუგეშინია, გაჩერდი. შევეცდები გავიხსენო, ოკეი. კონფლიქტი ალბათ პირველ რიგში წარმოიშებოდა სხვადასხვა ალბათ იმიტომ რომ არის სხვადასხვანაირები ვიყავით, სხვადასხვანაირად უყურებდით ერთმანეთს, მაგრამ იმ თავარში რო თანხდებოდით ხოლმე ბოლოს, ან ჯერ ბოლოს ვიტყვი, გამოდიოდა რომ ანუ ორივე მზად ვართ ერთმანეთის გულისთვის შევიცვალოთ საუკეთესოსკენ და მანდ მთავრდებოდა და ამოიწურებოდა ხოლმე ის კონფლიქტი. კონკრეტულს ვერ უკონკრეტივდი, აი კონკრეტული. შეეხება ხო მაგალითად შეიძლება ყოფილიყო რაღაც მიმართვის ფორმა მახსენდება ეხლა, რომ დაუშვათ საუბრის დროს, როდესაც საათობით საუბრობთ, რაღაც მომენტში აი საკითხის არის სიყვარულო არ უთქვამს მაგალითად, რომ კარგია. ესეთ დეტალები არ. უბრალოდ რაღაც საკითხს მაგალითად რომ სხვადასხვანაირად უყურებთ, ანუ მაგისგან წარმოიშვა, რომ აი მეტად ესე რატო უყურებ ამ საკითხს, ხო, ესე უმჯობესი ხო არ არის, ან ამ კუთხით ხო არ შევხედოთ. როგორც უნდა ისე დაინახავს. მიდი აბა თქვი. არა, მე მაქვს აი რომ ვიცახი რომ ძალიან სტანდარტები აგვიმაღლდათ ხო ურთიერთობაში და ვიცახით რომ მართლა ჩვენს ირგვლივ წყვილები ვინც არიან, ჩვენ ესე თავამად ვიცახით რომ ყველაზე კარგი და ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს და მე ეს სტანდარტები იმდენად ამაღლებულია, თუნდაც ერთ საუბარში რომ ერთი უდნობის თბილი სიტყვა დააკლდეს, უცებ შეიძლება მეწყინოს და უთხრა ანუ რაღაცა ამ კუთხით და მე ძალიან ვიცინით ამ ყველაფერზე, მაგრამ აი მართლა კონფლიქტი ჩვენ არ გქონია კონფლიქტი და არ გვაქვს ასე რომ ესეთი რაღაც ფილმანები რომელიც მე აღარ გვახსოვს ხო მე მგონი სოსოს ერთი პრობლემა აქვს ტყუილთან დაკავშირებით რომ მოიტყუოს ეტყობა იმიტომ რომ რეაქცია წითლდები ხო დედადე მაგდროს ხო იცი რა უნდა გააკეთო ხშირად უნდა დაიხარო ხოლმე ვითომ თასმებს იკრავ იმიტომ რომ თავდახრილი ადამიანი წითლდება და მე რო ადგები ვითომ ჩეულებრივად იმიტომ იყავი გაწითლებული მე მგონი გამოსადეგის ჩევა ძალიან კარგი მიძღობით მოგისწინებ მოდი გადავიდეთ ახლა პროფესიაზე ხარ მასწავლებელი ინგლისური სპეციალისტი ხარ ტრენერი ხარ არაფორმალური განათლების ანუ ახალგაზრდული პროექტებში, მოკლედ ბანაკები, გარცვლის პროგრამებში ტრენერი. რა მაინტერესებს იცი, ახლა არაფრით არ შემიძლია რო არ ვთქვა და ვისაუბრო თქვენი სიტუაციის წამოწყებაზე აი მიზეზი იყო თქვენი მოწვევისა, რომ ხართ შეყვარებულები, იმიტომ რომ სიყვარულზე ძვირფასი არაფერი არ არის დედამიწის ზურგზე, რაც მოვიგე, ყველაფერი სიყვარულით ვაკ მოგებული, იმიტომ რომ მიყვარს ყველა და ყველაფერი. აი ადამიანებმა, რომლებმაც დამიშავეს, ისინიც კი მიყვარს, იმიტომ რომ მე ვიცი როგორ არ უნდა მოვიქცე და არა მყავს ესეთი ადამიანი, ვისაც აი არ ველაპარაკები, გაბუტული ვარ და ამიტომ ჩემი პირველი მიზანი იყო, რომ ადამიანებისთვის მეჩვენებინა აი შეყვარებული წყვილი. მეორე ის არის, რომ გავიგეთ თქვენი საქმიანობა კი არა, თქვენი სურვილი, რომ აკეთოთ სიკეთე. აი ძალიან უცნაურია, ის კი არა, რომ სიკეთეს აკეთებ. ადამიანები აი როგორ მიდიან ხოლმე. მოდი ჯერ მითხარით რას აკეთებთ და მერე გავშალოთ თემა. მე დასასვამ ერთად ჩამოვაყალიბეთ ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც არის არაკომერციული ხასიათის და პირდაპირ მიმართულია ახალგაზრდების გაძლიერებაზე არაფორმალური განათლების მხრივ. ანუ ვაპირებთ, რომ ამ ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, ვისაც არ აქვს ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში 10 წელია სასწავლო ცენტრი მაქვს ცალკე და წლების განმავლობაში ასაც ვუყურებ და ძალიან ჩართული ვარ ამ ყველაფერში. შესაძლებლობები არსებობს მოსწავლეების გარკვეული ჯგუფები ვისთვის, ვინც ჩართული ამ ყველაფერში ან სწავლობს პრესტიჟულ სკოლაში. ანუ გაუმართლა და ყავს ესეთი მასწავლებელი, ვინც ინფორმაციას აწვდის სწორად. და ყველა დანარჩენი ადამიანი ვერ ხვდება, რომ ის შესაძლებლობები, რაც მართლა ბევრია საქართველოში პროგრამების მხრივ, მისთვის არ არის. ანუ არც გაცვლით პროგრამებში იღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ იქაც ის კატეგორია იღებს, ვინც,
ერთხელ ჩაერთო და მე თუ ერთხელ ჩაერთვები რაღაც ამ არაფორმალური განათლების მხრივ ტრენინგებში, მე სულ ჩართული ხარ მთელი ცხოვრება და გიმართლებს მიდიხარ საზღვარგარეთ, გადიხარ საერთაშორისო გამოცდებებზე და სხვები, განსაკუთრებით რეგიონის ბავშვები, ამას არიან აბსოლუტურად მოკლებულები. ხო, მაგრამ ნახეთ, ეს ყველაფერი არის უსასყიდლოდ. რა თქმა უნდა. როგორ ახერხებთ? გეტყვით, მე საიდან დაიწყო ეს იდეა, რატო მაინც და მაინც ამ ფორმით და სიკეთე ბევრნაირად შეგიძლია გააკეთო, რატო ამ ფორმით. ანუ ჩვენ ვფიქრობთ პირველ რიგში, რომ ცხოვრების ფილოსოფიასავით არის რაღაცა რომ აკეთო და იმის ენერგია რომ გქონდეს, ულები ენერგია, ის აუცილებლად უნდა გიყვარდეს. მაგედან, ანუ ეს იყო ამავალი წერტილი, საიდანაც დავიწყეთ ფიქრი, რომ რა საქმიანობა არსებობს და რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ერთად, რაც ულევ ენერგიას მოგცემს. საუბრიზოს გამოიკვეთა ძალიან ბევრი მომენტი, იყო ჩვეულებრივ ჩამოთვლა არის, არ არის ამაში არაფერი ფანტასტიკური, ანუ ჩამოთვალეთ, რომ მაგალითად ძალიან გვიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ხო? ანუ ეს ასაკი ჩვენ მაგალითად ყოველთვის გადავაკეთებთ, რაღაც ჯგუფებს მოვარგებთ და ასე შემდეგ ჩვენ მიზნებს უბრალოდ ეს ახალგაზრდების განვითარება და ცოდნის გაზიარება, რაც ჩვენ მივიღეთ, რაც მაგალითად ჩვენ გვაკლდა, ანუ ესენი ყველაფერი გვაძლევს იმ ულევ ენერგიას, რომ საქმე გავაკეთოთ. ამის გარეშე საქმე მარტო мотиваციაზე არ გამოვა. мотиваცია არის ძალიან სუსტი რაღაც, საჭიროა უფრო ფუნდამენტალური საჭიროებები. შესაბამისად, ჩვენ ამ ყველაფრის ჩამოთვლის შემდეგ მივედით მაგ დასკვნამდე, რომ ულევ ენერგიას გვაძლევს ესეთი სახის აქტივობები, ესეთი სახის ცოდნის გაზიარება, ესეთი სახის მოძრაობა და მივედით ჩვენს იდეამდე, რომელსაც უკვე ხორცი შევასხით. შესაბამისად, გვინდა ეგ ჩვენ გითხრათ თქვენ, რომ აი ეს სიკეთე ამ ფორმით გაჩნდა ზუსტად მაგიტომ, რომ ჩვენ თავში ვეძებდით იმ შესაძლებლობებს, რაც ჩვენზე იქნებოდა სრულიად დამოკიდებული და შევძლებდით, რომ იმ ასაკში, ხო, იმ ახალგაზრდობის ასაკში, მაგალითად მე პირადად მაკლდა, იმიტომ რომ მე პირადად შესაძლებლობა არ მქონდა, ხო? ან თუ შესაძლებლობა აქვს ოჯახს, ხო, აი ყველაფერი ბევრი რაღაც შესაძლებელია უფრო მეტად. კი, ამიტომ ჩვენი სამიზნე აუდიტორიაც ის ხალხი, ვისთანაც ჩვენ გვინდა რომ მივიდეთ, ვისაც დავეხმაროთ, გვინდა რომ აი ლიდერები ჩამოვაყალიბოთ, გვინდა რომ გავხადოთ ადამიანები იმდენად თავისუფლად მოაზროვნეები, რომ საკუთარ დამოკიდებულებაში სხვებმა დაინახონ აი ეს ეშხი ზუსტად ის მონდომება, საერთოდ აი რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ. შესაბამისად, ჩვენ ეს ძალუც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ სფერო, ის სპეისი შევქნათ, სადაც ზუსტად ეტაპობრივად ავუხსნით და ვასწავლით, ხელს მოვკიდევთ, მივიყვანთ ზუსტად აქედან აქამდე და როცა იქნება ეს ამ შემთხვევაში რაც გვაქვს დაგეგმილი დაუშვათ 3 დღიანი, მერე თუ იქნება 5 დღიანი, აი აბსოლუტურად პირველი დღიდან ბოლო დღემდე მივიყვანთ და ზუსტად ეს პირველი 3 დღიანი არის. ეგ არის მიზეზი, რომ პირველი 3 დღიანი, ხო? პირველი 3 დღიანი პროექტი რაც დავგეგმეთ და სხვა ხვალ ჩაეშობა სააპლიკაციო ფორმები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვეძებთ მოსწავლეებს, ვისაც არ ქონიათ შესაძლებლობა ზუსტად აი ძალიან პროფესიონალური ტრენინგების გავლის, იმიტომ რომ 3 დღის განმავლობაში ჩვენ უნდა მოვიწვიოთ ძალიან უკვე ვიქირავით სივრცე, სადაც მოიწყობა ეს ბანაკი და აი დეტალებზე, ამ ბანაკის დეტალებზე უკვე ცოტა მოგვიანებით რამდენი წლის არის? რამდენი წლის ბავშვები? ეს 14-დან 17 წლის ბავშვები იქნებიან. აპლიკაციის თავარი არის мотиваცია დავინახოთ, ანუ სამოტივაციო ფორმა შეავსონ. და შემდეგ როგორც კი გადავარჩეთ აპლიკაციებს და სამდონიანი გადარჩევა იქნება, დარწმუნებული ვარ და ეს ყველაზე მეტად გვაშინებს ხოლმე მომენტი, რამდენად კარგად და ობიექტურად შევძლებთ ამ ბავშვების ამორჩევას, იმიტომ რომ პირველი პროექტია, სოციალური პროექტია, ყველაფერი დაფინანსებულია და აი რაღაცა ეს 18 ბავშვი უნდა გავაბედნიეროთ. ან 17 წლის ბავშვებს მალე აქვთ გამოცდები, ცოტა სტრესული გარემო აქვთ და ტრენინგების თემატიკაც ისეთია, რაც მათ პიროვნულსაც ძალიან უწყობს ხელს. რა მაინტერესებს იცით? ძალიან კარგია ეს ბავშვების პროგრამა, მაგრამ აი ესეთი სახის პროგრამა საშუალო ასაკზე და მერე ზემოთ, ეხლა მე წარმოვიდგინე ჩემი თავი 3 დღიანი ტრეინინგი, რომელიც აი თან დავისვენე, თან სიახლე გავიგე. მოდით
იფიქრეთ მოხუცებზეც ნახე. აუცილებლად. მე მოხუცი ცოტა ისეთია თქვენზე, მაგრამ სხვათა შორის გვინდა, იმიტომ რომ ქალების მიმართულება იქნება ერთ-ერთი სექსისტური არ გამომივა ქალებს, მაგრამ ძალიან ბევრი ქალი არის მოწყობილი საქართველოში, ვისაც ჭირდება მხარდაჭერა და მე ვფიქრობ უკვე როგორ შეიძლება რეალურად კარგი ინგლისურის კურსები გავაკეთოთ, დავაფინანსოთ, რომ აი რაღაცა რეალური მივცეთ ამათ ცოდნა, დავეხმაროთ კარიერულ გზაზე, გავაკეთოთ თუნდაც ის ბანაკები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება და სპონსორები და რადგან ეს ორგანიზაცია არაკომერციულია, მთლიანად შემოწირულობებზე იქნება დამოკიდებული და ზუსტად ვიცი რომ ამასაც იმდენად კარგად გავაკეთებთ საქმეს, რომ ამ ხრივაც იქნება ინიციატივები. ეხლა პირველი მთავარია გამოგვივიდეს ეს 18 ბავშვი ობიექტურად ავარჩიოთ ხვალიდან ნელ-ნელა და შემდეგ უკვე აუცილებლად გაგაგებინებთ თქვენ ორნი ხართ? ჩვენ ორნი ვართ, კი, ვინც ეხა არის და გვჭირდება ეხლა ადამიანები, ახალგაზრდები, ლიდერები, უკვე ტრენერთა ასოციაციასთან უნდა გავაფორმოთ მემორანდუმი და დარწმუნებული ვარ მათგან მხარდაჭერა იქნება და იქნებიან ადამიანები, ტრენერები, ვინც დაგვეხმარებიან. რატომ გახდი ინჟინერი? იმიტომ რომ არ არის პოპულარული ეს თემა. ამ დროს ამის გარეშე არაფრით არ შეიძლება იარსებოს სახელმწიფომ. ინჟინერია ეს არის აუცილებელი. რატომ საიდან მოგივიდა? კარგი, ვიტყვი სრულიად სიმართლეს. ანუ ეს ინჟინერია მოვიდა იქიდან, რომ მამაჩემმა აირჩია ჩემს პროფესია. შესაბამისად, მე რადგან ბავშვობაში გამოვიჩინე თავი როგორც ტექნიკური გონების პატრონი, როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარს ბევრი ციფრები, ბევრი ნახაზები. სად გვხდება ეს ყველაზე მეტად ინჟინერიაში. შესაბამისად, ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩაბარება იყო მამაჩემის სურვილი, რომელსაც ანუ აბსოლუტურად დავეთანხმე, გავყევი და მადგება ძალიან ბევრ რაღაცას. ნახე, ენდე თუ მოგწონდა, ამას ძალიან მნიშვნელობა აქვს, რატო იცი? ძალიან ბევრი ბავშვი ბრმად უჯერებს მშობელს და ამთავრებზე იქ მთავრდება ყველაფერი. მამას ენდე თუ 50-50-ზე იყო. ჩემ შემთხვევაში აბსოლუტურად ვენდე, იმიტომ რომ იმ ასაკში მე საერთოდ არაფერი არ მინდოდა, ანუ ვიყავი ფეხბურთელი და ჩემი კარიერა წარმომედგინა მეკარე ვიყავი და კარებში. ანუ ეს იყო ჩემი ამპლუა, რომელშიც მთელი ცხოვრება შემიძლია ჩემი თავი წარმომედგინა. შესაბამისად, აბსოლუტურად ვენდე, რომ თუ პერსპექტიულია თუ ჩემ განვითარებაში, ანუ მე ყოველთვის ვცდილობ, რომ აი განვითარდე, რაც არ უნდა ჩემს გარშემო ხდებოდეს. შესაბამისად, თუ ეს ყველაფერს დამეხმარება თანახმავარ, წავედი ვისწავლე ინჟინერია, შემდეგ გამომადგა ეს ყველაფერი მრავალჯერადად გონების განვითარებაშიც, ფიქრებშიც, ყველაფერში აბსოლუტურად, ჩემს საქმიანობასთანაც პირდაპირ კავშირში არის და ყველაზე მეტად ალბათ გამომადგა დაგეგმვის და რაცაც ვიძახით ეს პროექტების მართვა, დაგეგმვა და შემდეგ ამის ყველაფრის რეალიზაცია, ეს ძალსახად ამის დამსახურებაა. ხატია, როგორ აირჩიე პროფესია? პროფესია როგორ ავირჩიე? სხვათა შორის მე ორი პროფესია ვისწავლე თავიდან, ბიზნეს ადმინისტრირება და ინგლისური და გავაერთიანე ორივე, ანუ გავაკეთე სასწავლო ცენტრი, ანუ ბიზნესი სადვაქციე და თან დავიწყე სწავლება და პატარობიდან მე 11 კლასიდან მამეცადინებდი ბავშვებს და შემდეგ უკვე ერთ დღეს ერთ-ერთის რუტინულ სამსახურში ვმუშაობდი, მეც ფინანსურ სექტორში თან და ერთხელ ახლა სამსახურში მისვლისას უბრალოდ აღმოვაჩინე, რომ ეს მეორე საქმიანობა, მასწავლებლობა, ყველა სტუდენტი ვიყავი მაშინ, პატარა ვიყავი ასაკით და ესე პატარა გოგომ გავაკეთე სასწავლო ცენტრი, ავიღე დაფინანსება ამერიკის საელჩოსგან, მოკლედ ბევრი გზა გავიარე, რომ 10 წლის წინ ეს ყველაფერი დამეწყო და ჯერ ვაკეთებდი რეგიონში, ზუგდიდში და შემდეგ გადმოვედი თბილისში და ასე 4 წელია თბილისში ვარ. მოკლედ, ფიქრობთ როგორ არ გოთ ადამიანებს, როგორ აკეთოთ სიკეთე, მაგრამ მე საერთოდ ვარ ხოლმე წინდახედული. აი, ეხლა ხო ჩვენ აქ ვსხედვართ და ვლაპარაკობთ, საუბრობთ და მე სულ ფიქრობ, რომ აი დრო რო გავა 2, 3, 10, 15 წელი ეს ჩანაწერი იარსებებს. და გინდა თუ არ გინდა შეიძლება მოგინდეთ და გადაახვიოთ და ნახოთ. როგორ წარმოგიდგენია თქვენი მომავალი? აი მოდი შვილებით დავიწყოთ. გინდათ ბევრი შვილი გყავდეთ თუ ბევრი რამდენია?
არ ვიცი, მაგრამ კი. 4, 5. 4 რაღაცა ხო. მაგაზეც გვისაუბრია. ხო, 4 ალბათ. ყველაფერზე ისაუბრეთ. ვასწარით. 4 კარგია, ხოთაშორის სულ ვიძახდი, რომ 4 შვილი კარგია და მე რაღაცა 4 ძალიან ბევრი მგონია ახლა უკვე. ის უთხარით ერთმანეთს, რომ ყველა ჯობია ყველაფერი უთხრათ ერთმანეთს მართალი, ვიდრე მოვატყუოთ და მერე გევეთკინოს წინამდელ შემთხვევაში ორივეს აზრით ვერ ააშენებ იმას, რის აშენებას გვინდა. ხო, მაგრამ ეს სტანდარტული იყო, იმიტომ რომ მეც ბევრჯერ მინდა. არა, ჩვენს გადაწყვეტილი, ჩვენ გადაწყვეტილი. ჩვენ ჯვარი გწერიათ. ყველაფერი რა თქმა უნდა სიტუაცია ისეთი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ამჟამინდელი გონებით, სრულიად ჩვენ თავს მაგას ვეუბნებით. არ გითხრა, ეხლა როგორ დავიჯერო? არ უნდა ვთქვა. ხო, მაგრამ ცოტათი ტყუილი. იცი რა არის? ცოტათი ტყუილი არ მithქვამს. მართლა, რა საჭიროა? მართლა. იცი, იმისთვის, რის აშენებას ჩვენ გვინდა, ანუ იმ სიყვარულის, სიყვარული ხო ისეთი რაღაცა, რასაც ყვება ჭირდება. ხო, მაგრამ აი ხო არის ხოლმე აი ისეთი უბრალო რაღაცა, რომელიც მაშინ ჯერ არ დაგჭიროებია, ესეც შეიძლება ხო თქმა, იმიტომ რომ ჯერ აი ის უწყინარი ტყუილიც ერთმანეთთან უბრალოდ არ დაგჭიროებია. ის კომუნიკაციის ფორმა, რაც ერთმანეთთან გვაქვს, ის სიყვარულის გამოხატულება, რაც ერთმანეთთან გვაქვს, აბსოლუტურად დაფუძნებულია იმაზე, ამ კონკრეტულ წუთას რას ვგრძნობ, რა მინდა რომ ვიგრძნო. ნახე, გეტყვით ერთ რაღაცას, მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან ყველაფერს ანალიზს უკეთებ. ყველაფერს. აი ხლა თქვენ ხო საუბრობთ, იმდენად კარგია, ხვდები რომ კარგია და მე ვერ გამიკეთებია. რომ შეიძლება რომ ცოტა სხვანაირი ვიყო, აგრესიაში ჩავარდე, რომ აი რა მაგარია, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს არ ატყუებენ და მე შეიძლება ეს შემშურდეს, რომელიც მე არ მქონია, მაგრამ ერთადერთი რატომ არ მშურს, საერთოდ ვიცი რომ შურის დროს ძალიან ცუდია გულისთვის და არ მინდა გული სრულად. და ამიტომ ერთმანეთთან რომ გამოცადოთ, ტელეფონები გაცვალეთ საღამოს. გავცვალოთ. არ არის პრობლემა. გაცვლილი გვაქვს ხოლმე ესე თავიდან. გაცვლილი რა არ შეგვიძლია ავიღოთ და ხო, ნუ ესე იგი თქვენ ყოფილხართ მეორე ნახევარი სრული მთლიანობა. მე გავსვი ეგრე რო არ იყოს, გავწიცლდებოდი ეგრე ასე. აი არ გაწითლდა. არა მე ვიცოდი. ვაი თუ სიმართლე, ვაი თუ სიცითლის მართვა ისწავლოს. მე всё დავიღუპეთ. აი და აჰა, ნახე, გაწიცლდა, დაიხარა. არა მე ვიცოდი თავიდანვე სულ ვეუბნები რომ არ ვიცოდი სახელი, თორე ზუსტად როგორი ადამიანის წარმომედგენა გვერდით, ზუსტად როგორი ბედნიერებაც მინდოდა, ის არის სახელი არ ვიცოდი. სახელი მე გავიგე რა ერქვა, თორე ესე წარმომედგინა, ეს გაცნობილი. რა ერქვა? არ ვიცი რა. არა, წარმოდგენილი ადამიანი როგორი მინდოდა ჩემს გვერდით, ზუსტად ისეთია. მაგას ქვია მეორე ნახევარი. მეორე ნახევარი ქვია მაგას. ზუსტად ესეთი. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. მოკლედ, აი წარმატებას გისურვებთ, აუცილებლად შემატყობინეთ, რას იზავთ, როგორ იზავთ. არ არის გამორიცხული თუ დამპატიჟებთ, ერთხელ წამოვიდე. აუცილებლად. იქ და ვნახოთ თქვენ როგორ აკეთებთ ამ საქმეს და მინდა რომ სულ აი ესეთ სიკეთეში გაატაროთ ცხოვრება. უღრმესი მადლობა. მოდი, თქვენ. გზავნილები ორი სიტყვით. მაყურებელს რას ურჩევდით? აი მე არ მიფიქრია რას ურჩევდით. სიყვარულთან დაკავშირებით ურჩია. ხო, ანუ არ ვიცი, მოდი შენ ურჩიო. ვერ მოვიფიქრე. აკეთე სიკეთე, ხო? ანუ სიყვარულზე ვიტყვი და სიკეთეზე ვიტყვი მაშინ. იმიტომ რომ სიყვარულზე მომაფიქრდა ის რაც გულიდან წამოვიდა. ურჩევ ყველას სიყვარულის მოძებნას ისე უეცრად როგორც ჩვენ დაგვემართა, აი აბსოლუტურად მაგისტვის არც ერთი მზად არ ვიყავით, ჩვენთვის ჩვენს რუტინაში გართულები, აი სადღაც აი აქ იყო ყოველთვის ხატია და საჭირო დროს, საჭირო მომენტში მოვიდა, მაგაში ორივე შეთანხმდით, რომ სამყარომ ერთმანეთი გამოგვიგზავნა. ასე რომ გისურვებთ თქვენს, რომ ესე იპოვოთ თქვენი მერონახევრები. ჩემი გზავნილიც იგივეა და მე დავამატებ ჩვენი საქმიანობის ფარგლებში იმას, რომ მაქსიმალურად აი ჩვენს პროექტებში თუ ჩაერთვებიან, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ობიექტურები და ყველას დავიხმაროთ ყველაფერში ახალგაზრდებს მოკლედ. და ჩემი გზავნილი არის
საერთო სიყვარული და თავისთავად წამოვიდა, როცა ვემშვიდობები გადაცემიდან, რადიოდან, ტელევიზიიდან, სტუმრად ვარ სხვა ტელევიზიაში, ყოველთვის ვამბობ, ნახვამდის და მიყვარხართ.